გახლავთ 2026 წლის პირველი გადაცემა, ყველას მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, წარმატებები და რაც შეეხება დღევანდელ ეთერს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, ქცევითი თერაპიები და მათი გამოყენების არეალი. ჩვენი სტუმარი ქცევის ანალიტიკოსი ნინო რობაქიძე. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა ახალწელს და მრავალ დაესწარით წარმატებას ვსურვებ ყველას. მადლობა, ჩვენს გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და რაც შეეხება საუბრის თემას, როგორც დავაანონსეთ, ქცევით თერაპიაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალური საინტერესო საკითხია და მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს მსმენელს ვუთხრათ თუ რა არის ქცევითი თერაპია, რას მოიცავს თავის თავში. პირველ რიგში მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ქცევის თერაპია ეს არის ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიხედვით მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ერთ-ერთი მიდგომა არის, რომელიც სწავლობს ქცევასა და გარემოს შორის კავშირს და აი ამ ცოდნას ვიყენებთ სწორედ ქცევის შეცვლისა ან მისი განვითარებისთვის. ზოგადად ABA თერაპია, ან იგივე ქცევის თერაპია ეფუძნება პრინციპს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქცევა შეიძლება შეიცვალოს თუ ჩვენ სწორედ შევცვლით ქცევის შედეგებს ან მის სტიმულებს სხვადასხვა სწავლების სწორი სწავლების გზებით. ხოლო ქცევის თერაპიის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევების გაუმჯობესება ან დასწავლა, რომელიც თავის მხრივ გაუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ეს არის ერთიანი მიდგომა ყველასთვის, მაგრამ თითოეული ინტერვენცია არის მორგებული კონკრეტულ ადამიანის საჭიროებაზე, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, და ვინ შეიძლება მიიღოს სარგებელი, ასე ვთქვათ, ქცევითი თერაპიისგან? დიახ, ქცევის თერაპია ყველაზე ხშირად გამოიყენება განვითარების დარღვევის, სხვადასხვა განვითარების დარღვევის მქონე ბენეფიციარებთან. ეს შეიძლება იყოს აუტიზმის სპექტრის საშლელობა, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ განვითარების შეფერხების შემთხვევებში, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს, კომუნიკაციის პრობლემების დროს და ასევე სოციალური უნარების სირთულების დროს. მაგრამ ასევე დავამატებ, რომ ქცევის თერაპია არ გამოიყენება მხოლოდ ამ შემთხვევებში, ასევე ხშირად გამოიყენება ახალი უნარების დასასწავლად, პრობლემური ან არასასრული ქცევების შემცირების მიზნით, დამოუკიდებლობის გაზრდისთვის და აი ოჯახის, სკოლის, ბაღის ან ნებისმიერ საზოგადოებაში ადაპტაციაში ეხმარება ჩვენს ბენეფიციარებს. კი ბატონო, და აი ქცევითი თერაპიის ტიპებზეც რომ გითხრათ. ქცევის თერაპია ზოგადად მუშაობს ბევრ მიმართულებაზე ერთად. ეს შეიძლება იყოს კომუნიკაცია, რაშიც შედის მოთხოვნების დასწავლა, საკუთარი საჭიროებების გამოხატვა ვერბალურად ან არავერბალურად, ასევე ამაში შედის ალტერნატიული კომუნიკაციური სისტემების შემუშავებაც. რაც შეეხება სოციალურ უნარებს, აქ უკვე ქცევის თერაპია მუშაობს თანატოლოგთან ურთიერთობაზე, ემოციების ამოწმებაზე, მის მართვაზე და გააზრებაზე, აი თუნდაც ამ რიგითობის დაცვაზე, რაც აი ძალიან უჭირთ ხოლმე ბავშვებს აი უფრო ბაღის და სკოლის ასაკში. ყველაზე ასევე მნიშვნელოვანია თვითმომსახურებაზე დამოუკიდებლად, ხო, ჭამა, ჰიგიენა, ჩაცმა და ყოველდღიური რუტინის შესრულებაში, ხო, ეხმარება ბავშვებს. ასევე აკადემიური და შემეცნებითი უნარები, ყურადღება, აღქმა, აზროვნება, დავალებების, ინსტრუქციების მიყოლა, დავალებების შესრულება და პრობლემური ქცევები, რაშიც მოიაზრება აგრესია, თვითდამაზიანებელი ქცევები, ტანტრუმები, რაც ძალიან ხშირია ხოლმე და ყველაზე მეტად ამაზეც მუშაობთ ხოლმე თერაპიის პროცესში და ასევე აი თავის არითების ქცევებიც ხშირად არის ხოლმე თერაპიის სამუშაო საგანი. დიახ, აი კოგნიტურ ქცევით თერაპიაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ანუ ზოგადად ეს ძალზედ ესეთი მოთხოვნადია, შეიძლება ითქვას პოპულარულიც, ანუ ქცევითი თერაპიის ეს ტიპი და ანუ რას მოიცავს? დიახ, კოგნიტური ქცევის თერაპიის ტიპი, ასე ვთქვათ, გარდა ქცევებისა მუშაობს კოგნიტურ უნარებზე და კლიოს დამატებით მუშაობს ბავშვის ემოციებზე, როგორც იცით, ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ჩამოყალიბება ამ ასაკში, ხო? და რაც მოიცავს ეს მოიცავს ბავშვის ემოციებს, საკუთარი ემოციების აღქმას, გააზრებას და მათ სახელდებას, ხო? რომ ბავშვმა მოახერხოს აი საკუთარი ემოციებისთვის სახელის მინიჭება. და ასევე მთავარია, რომ ჩვენ ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათი ემოციები გვესმის, მათ ემოციებს ვიღებთ და შეგვიძლია რომ აი გავიაზროთ მათი მდგომარეობა, ხო? აი ქცევების გარდა ასევე აი ამ კუთხითაც მუშაობს ეს კოგნიტური ბიჰევიორალური თერაპია, რაც უკვე საკუთარი ემოციების აღქმაში ეხმარება ბავშვებს.
დიახ. კი ბატონო, და აი ისე მინდა მივუბრუნდე თვითონ მდგომარეობას, ანუ რა მდგომარეობაში არის საჭირო ქცევითი თერაპევტის ჩართულობა. აი დეპრესიაზეც რომ გავამახლოთ ყურადღება. აი ამ დროს მუშაობს ქცევის თერაპევტი და როგორ მუშაობს? ნახეთ როგორ არის ქცევის თერაპია, ასე ვთქვათ, სირთულეების დროს არ მუშაობს. უფრო კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია მუშაობს დეპრესიის დროს. აი ქცევის თერაპია, აი ეს ABA თერაპია, რაც არის აი სუქთად აი წმინდათ აი ქცევის გამოყენებითი ანალიზი, უფრო ნახეთ აი გარემოსა და ქცევას შორის კავშირებს შეისწავლის და უფრო აი ამაზე მუშაობს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქცევის წინაპირობებმა ან შედეგებმა, შემდეგ უკვე ქცევის შეცვლაზე და მის ჩამოყალიბებაზე. უფრო ძირითადად გამოიყენება აი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ და ნახეთ აი ქცევის სირთულეებს, სადაც არის აი თქვა სკოლაში სირთულეები, სახლში სირთულეები, აი ანტრუმები, თქვა უარის ძალიან ხშირად ბავშვებს უჭირთ აი უარის მიღება, თქვა და ნახეთ ქცევის თერაპიის თავარი მიზანი არის, რომ ჩვენ დავასწავლოთ სოციალურად მისაღები ფორმებით როგორ მოითხოვონ სასურველი, თქვა როგორ გამოხატონ საკუთარი ემოციები, ხო? აი ეს არასასურველი ქცევები ხშირად გამოწვეული არის ხოლმე იმით, რომ მშობელმა არ იცის რა არის ქცევის მთავარი ფუნქცია, ხო? ჩვენ ყოველთვის სანამ დავიწყებთ თერაპიას, სვამთ კითხვას, თუ რატომ ასე თქვა ანხორციელებს ბავშვი ამ ქცევას, ხო? და ქცევის ანალიზის მიხედვით ნებისმიერ ქცევას აქვს საკუთარი ასე თქვა ფუნქცია, ანუ მიზანი, რისთვის ხდება ქცევა. თუ ჩვენ სწორად ამოვიცნავთ და ასე თქვა გავაკეთებთ შეფასებას ქცევის ფუნქციის და ეს უფრო დაეხმარება მშობელსაც, ბავშვსაც და ასე თქვა თერაპევტსაც, რომ სწორედ დავგეგმოთ აი ჩვენი ინტერვენციის გეგმა, რაც დაგვეხმარება აი ამ არასასურველი ქცევების უფრო ასე თქვა იგივე ფუნქციის მქონე ქცევებით, მაგრამ სოციალურად მისაღები ფორმით ჩანაცვლებაში, ხო? აი მაგალითად იმის მაგივრად თქვა ბავშვმა, როდესაც რაღაცა სურს, აი მოაწყოს ტანტრუმი, როგორ უნდა მოითხოვოს, მაგალითად ვერბალურად უბრალოდ არა პირილის ფორმით, ხო? აი ეს არის თავარი, ასე ვთქვათ, ფუნქცია ქცევის თერაპიის. დიახ, აი ქცევის შეცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ნებისმიერ თერაპიაზე რო საუბრობთ, რა თქმა უნდა, ორიენტირებულნი ვართ მშობლები, სპეციალისტები, ყველა შედეგზე, ხო? აი რა პერიოდში უნდა ველოდოთ დაუშვათ შედეგს, თუ ეს ინდივიდუალურია მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მშობლებს ყოველთვის რა თქმა უნდა გვეჩქარება შედეგი. გასაგებია. ნახეთ, ზოგადად ქცევის თერაპიას ვიწყებთ მაშინვე, როდესაც ჩვენ მოგმართა მშობელი. აი ესე განსაზღვრული ასაკი არ არსებობს. შეიძლება თქვა იყოს წლინახევრის ბავშვი 2 წლიდან, ნუ კვლევების მიხედვით აი 2-დან 6 წლამდე ეს არის ოპტიმალური პერიოდი, როდესაც ვიწყებთ ხოლმე ქცევის თერაპიას. მაგრამ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება ინტერვენციის დაგეგმა, უფრო მეტი იქნება შედეგი. ეხლა რატომ? ანუ ბავშვის ტვინს აქვს აი ნეიროპლასტიურობის უნარი, ხო? რაც ეხმარება აი ამ ასაკში ყველაზე მეტად ეხმარება ბავშვს ახალი უნარების ათვისებაში და დასწავლაში, ხო? და ასევე ნახეთ აი რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება ჩარევა, თავი ტვინი ყველაზე მოქნილი იქნება ამ პერიოდში, რა თქვა, მოახდინოს რაღაცა ქცევების დასწავლა და ასევე აი არ იქნება თქვა ის რთული ქცევები უკვე ჩამოყალიბებული იმდენად, რომ შემდეგ გაგვიჭირდეს მათი ცვლილება, ხო? აი ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის, რომ ადრეულ ასაკში მოხდეს ჩარევა, როგორც კი მშობელია სპეციალისტი, თქვა იქ ამოიცნობს რაღაცა გარკვეული ტიპის ნიშნებს ან სიმპტომებს, რომელიც შეიძლება თქვა დაკავშირებული იყოს, შემდეგ უკვე რომ არ გართულდეს ეს პროცესი, ადრეულ ასაკში დავიწყოთ ჩარევა და ეს ტვინის ასე თქვა, აი ეს უნარი ნეიროპლასტიურობა ძალიან დაგვეხმარება, რომ აი პატარა ასაკიდანვე მოხდეს უკვე ახალი უნარების დასწავლა და იმ ქცევების გაუმჯობესება ან შეცვლება, რაზეც ჩვენ გსურს რომ ვიმუშაოთ. აი ეს არის ერთი და მეორე, ნახეთ, არ არსებობს ყოველთვის რაღაცა მზა რეცეპტი, თქვა რამდენ ხანში შეიძლება თქვა კი ბატონო. ალბათ ეს პრობლემები ხო ყველაფერი არის ინდივიდუალური, ზოგადად ქცევის თერაპია სანამ დავიწყებ ხდება ბავშვის ინდივიდუალური შეფასება და სწორედ იქმნება ინდივიდუალური გეგმა, სტრატეგია და პროგრამა, რაზეც უკვე მუშაობს თერაპევტი თერაპიების განმავლობაში. აი ამიტომ თერაპიის შედეგი და ეფექტურობა დამოკიდებულია მის ხანგრძლივობაზე, მის განმეორებითობაზე და ასევე აი უდიდესი როლი აქვს მშობლის და ოჯახის ჩართულობას თერაპიის პროცესში. კი ბატონო, და აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა, მშობლის ჩართულობა. როგორ მუშაობს, რა ინტენსივობით ქცევის თერაპევტი და შემდეგ მშობელმა რა ინტენსივობით უნდა იმუშაოს ბავშვთან?
დიახ, ქცევის თერაპიის მინიმალური რაოდენობა კვირაში ეს არის 2 და რა თქმა უნდა 2-ზე მეტი არის სასურველი 3 და 4 გაიჩნია ხომ ესეც ინდივიდუალურია რა თქმა უნდა თერაპიის ხანგრძლივობა არის 1 საათი ან კვირაში 3-ჯერ ვთქვა თითო საათი მაგრამ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელმა სახლში ზუსტად შეასრულოს თერაპევტის ანალიტიკოსის მითითებები რადგან ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი ხომ თერაპიაზე დასწავლილი უნარები უნდა მოხდეს მათი განზოგადება. ანუ ის უნარები, რასაც ბავშვი დაისწავლის თერაპიის პროცესში, უნდა იყოს გამოყენებული სახლის გარემოში, ბაღის, სკოლის და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ხელი შეგვიწყოს იმ კუთხით, რომ აი სწორედ ის რეკომენდაციები, რასაც და მიდგომები, თქვათ, რასაც urჩევს და რა რეკომენდაციასაც მისცემს თერაპევტი მშობელს, სახლში ასევე ზუსტად იგივე მიდგომებით მიუძგნენ და ზუსტად იგივე ტიპის ასე ვთქვათ, რეკომენდაციებით იმუშაონ, რომ უფრო მალე გქონდეს შედეგი, რადგან ის, რასაც ბავშვი დაისწავლის თერაპიაზე, უნდა გამოიყენოს ასევე სახლის გარემოში, ხო? შემდეგ ბაღის გარემოში, სკოლის და ნებისმიერ საზოგადოებრივ სექტების ადგილებში. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარდა აი ამ ხშირი რეგულარული სიარულის თერაპიისა, ასევე მშობელი ზუსტად იგივე მიდგომებს იყენებდეს სახლის, იმიტომ რომ თუ თერაპიაზე თქვა დახვდა გარკვეული ტიპის ცვლილებები მიდგომებით, ხომ და შემდეგ სახლში თქვა ისევ გააგრძელებს ოჯახი იმ მიდგომებს, რასაც წარსულში იყენებდა თქვა ბავშვთან და ეს არ ამართლებდა, ცოტა ხელს უშლის ხოლმე უკვე ამ პროცესის განვითარებას სწრაფად. ამიტომ ყოველთვის ჩემი დიდი რეკომენდაცია არის ხოლმე და ჩვენი ყველა სპეციალისტის რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თერაპიის პროცესში აი ეს დაგეგმილი მიზნები და პროგრამა რაზეც ხდება მუშაობა სახლის ასევე შეძლების დაგვარად აი სახლის გარემოში იყოს მორგებული ბავშვზე. კი ბატონო და ჩვენი საუბრის დასასრულს თუ ვიხემძღვანელებთ პროცენტული მაჩვენებლებით რამდენად ეფექტურია ქცევითი თერაპია? ქცევითი თერაპია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომელიც გამოიყენება აუტიზმის სასწავლობის დროს და არა მარტო. საქართველოში სხვათა შორის ზოგადად ეხლა ბოლო კვლევებისაც ძალიან გაიზარდა რაოდენობა. და ძალიან ასე ვთქვათ, დიაგნოსტირებაც უფრო ხშირი გახდა და მე ასევე თერაპიის ბოლოს ვეტყოდი ყველა მშობელს და ასევე მათთვისაც თქვათ შეიძლება აქვს აი ეს კითხვები რომ ნამდვილად თქვათ უნდა დავიწყოს თუ არა ასე თქვათ როგორც კი შეატყობენ თავის საკუთარ ბავშვებს რომ არის რაღაცა საჭიროება ან რაღაცა თქვათ ეჭვები აქვს აუცილებლად მიმართონ სპეციალისტებს ძალიან ადრევე და იცოდეთ რომ ყველაზე ეფექტური თერაპია არის ინდივიდუალურად მორგებული და ოჯახთან თანამშრომლობით ერთად მივაღწევთ ძალიან სწრაფად შედეგებს. მთავარია ადრეული ინტერვენცია და მთავარია ასე ვთქვათ, ყველა სპეციალისტის ერთად ჩართულობა, იმიტომ ხშირად არის ხოლმე საჭირო, რომ გარდა თქვათ ქცევის თერაპიისა, იქ არის ხოლმე დამატებით საჭიროება სენსორული თერაპიის, თქვათ მეტყველების თერაპიის, აკადემიური უნარების, ან თქვათ სიტყვაზე კიდევ ემოციური ინტელექტის განმავითარებელი თერაპიის. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა, მნიშვნელოვანია შეფასება და აი ეს ყველა სპეციალისტის ერთად ჩართულობით, საჭიროებიდან გამომდინარე უფრო მაქსიმალურად სწრაფად გავალთ შედეგებს. კი ბატონო და თქვენ ეს აღნიშნეთ და მოდით ამის დავასრულოთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული ჩარევა, დროული დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვანია დროული ინტერვენცია. კი ბატონო, დიდი მადლობა. აი თავის ტვინის ფუნქციიდან გამომდინარე, რომ აი ყველაზე მეტად ამ ასაკში შეუძლიათ ბავშვებს ახალი უნარების ათვისება. დიახ, დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მადლობა სატელეფონო ხაზზე იყო ქცევის ანალიტიკოსი ნინო რობაქიძე. ჩვენ ვისაუბრეთ ქცევით თერაპიაზე და მისი გამოყენების არეალზე. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა. დროებით მე მალე კვლავ დაგიბრუნდებით.